საპროტესტო მარში, როგორც ხედავთ, უკვე დაიძრა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ეს არის წარწერა, რომელიც ამ პროტესტის წინ ბანერზეა გაშლილი და რომელიც წარმოადგენს კიდეც დღევანდელი შეკრების და არა მხოლოდ დღევანდელი შეკრების მთავარ გზავნილს. ამ წარწერის მიღმა კი ბუნებრივია ისევ იგულისხმება მზია ამაღობელიც, რადგან რეჟიმმა ის დღეს პატიმრობაში დატოვა და მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილების შესაბამისად მზია ამაღობელი მართალია მუხლის გადაკვალიფიცირებით, თუმცა მაინც გამოცხადდა დამნაშავედ. თქვენ აქ გესმით ტრადიციული შეძახილებით, რომელსაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე დაემატა მზია ამაღობელის მიერ დღეს გამოტანილი გზავნილიც ერთ-ერთ შეძახილად გულისხმობთ ცილა რეჟიმს. აი ეს იყო ის სიტყვები, რომელიც მზია ამაღობელმა დაიტანა ფურცელზე და დღეს საზოგადოებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ უჩვენა. ახლა ეს გზავნილიც იქცა პროტესტის შეძახილად და მოწოდებად, რომელსაც ვისმენთ საპროტესტო მარშზე. ეს მარში, როგორც თქვენ გითხარით, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობს და გამოხატავს სოლიდარობას ყველა იმ სინდისის პატიმრის მიმართ, რომელიც ამ დრომდე რჩება ივანიშვილის საპატიმროში. თუმცა აქვე ასევე გვესმის გიორგი ახობაძესთან დაკავშირებული შეძახილებიც. მას აქციის მონაწილეებმა მიულოცეს გათავისუფლება და ამ გათავისუფლებას აღნიშნავენ როგორც გამარჯვებას. თუმცა ბუნებრივია, რომ ბრძოლა გრძელდება, როგორც აქ შეკრებილები ამბობენ და გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე რეჟიმის ყველა პატიმარი, მათ შორის მზია ამაღობელიც მიაღწევს მიზანს, ანუ ისიც იქნება თავისუფალი რეჟიმის გავლენისგან. თქვენ ხედავთ, რომ პროტესტის წინარიგებს ისევ იკავებენ პოლიტპატიმრების ოჯახების წევრები. ჩვენ გამაყრობელი შეძახილების ფონზე მე მაინც შევეცდები, რომ შემოგთავაზოთ კომენტარები იმ ადამიანების, რომლებიც წინ უდგანან ამ მსვლელობას და მათ შორის ჩვენ პირველ რიგში გულისხმობს ხადია პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ნანი წულაიასთან შევეცდები გასაუბრებას, გიორგი მინდაძის დედასთან. დღეს მთავარ სათქმელად ისევ არის ბუნებრივია მოწოდება იმისკენ, რომ მზია ამაღობელი გათავისუფლდეს, თუმცა ასევე გვაქვს გიორგი ახობაძის ციხიდან გათავისუფლების ბედნიერი შემთხვევა. აი რა შეგიძლიათ რომ გითხრათ დღევანდელი დღის შემაჯამებლად? საოცარი დღე გვაქვს დღეს. ეს არის გამარჯვება ბოროტებასთან. ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ რო გავიმარჯვებთ, ამაში რო უთხარი აზრი არ არსებობს, უკვე ყველა მიხვდება. ჩვენ დღეს ვართ ბოლომდე გამარჯვებულები. ხვალდაზე უფრო მეტად გაგზერდება ყველაფერი. ნანი წულაიას, სინდისის პატიმრის გიორგი მინდაძის დედას, თქვენ გესმით მათი კომენტარები იმის შესახებ, რომ გიორგი ახობაძესთან დაკავშირებულმა დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ერთგვარი იმედი გაუჩინა ყველა დანარჩენ ადამიანს. გულისხმობთ პირველ რიგში ცხადია პოლიტპატიმრების ოჯახების წევრებს. მარიზი კობახიძესთან შევეცდები გასაუბრებას, თორნიკე გოშაძის დედასთან. თქვენი მთავარი გზავნილი რა არის დღეს, მას შემდეგ რაც მზია ამაღობელი დატოვეს უკანონო პატიმრობაში, თუმცა გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს საპატიმროდ. მოგესალმებით, მადლობა ყველაფრისათვის. მე ვფიქრობ, რომ ამ რეჟიმის დასასრულია. გიორგი ახობაძის განთავისუფლება იყო იმიტომ, რომ გიორგი იყო მართალი. და ამ სიმართლეს ვერ გადააბიჯეს, თორე დიდი სიამოვნებით დატოვებდნენ. მზიასაც გაანთავისუფლებენ, იმიტომ რომ მზიაც არის უდანაშაულო. ამიტომ ვემუქრებოდით და ფრთხილად იყვნენ ცრუმოწმეები. მათი დღე აუცილებლად დადგება და ეს დღე ხვალიდან დაიწყება. ვინც იყო გიორგი ახობაძის ცრუმოწმე, ვინაც ჩაუდო მას ნარკოტიკი, ის აუცილებლად დაგებს პასუხს და ამას ხვდება თვითონ რეჟიმიც. და იმიტომ იხევენ უკან და ასე დაიხევენ უკან. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეთ. მათ არ ეგონოს, რომ ახობაძე გაანთავისუფლეს და ჩვენ გავჩერდებით. ბრძოლა უფრო მეტად იწყება ეხლა და იწყება ხვალიდან. მადლობა მარიზი
კობახიძეს უსმედით, ის აღნიშნავს ყველა დანარჩენი აქ შეკრებილი ადამიანის მსგავსად, რომ გიორგი ახობაძის გათავისუფლება ეს არის მხოლოდ პირველი გამარჯვება, თუმცა ამით არ მთავრდება ის ბრძოლა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართავენ და რომ ყველა დანარჩენი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ახლა არის მხოლოდ დროის საკითხი, ამას გვეუბნებიან პოლიტპატიმრების ოჯახების წევრების, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ და ამას აღნიშნავენ აქციის სხვა წარმომადგენლებიც. მაშინ მიემართება ახლა მსვლელობით რუსთაველის გამზირის მიმართულებით ეს პროტესტის ტრადიციული შეკრების ადგილია და სწორედ მანამდე ვიდრე რუსთაველის გამზირამდე მივა ეს მარში თქვენ გესმით რომ ისევ გრძელდება შეძახილებით მსვლელობა და შეძახილები უკავშირდება იმას რომ პოლიტპატიმრებს უნდა მიენიჭათ თავისუფლება და უნდა დასრულდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც მათ წინააღმდეგ და არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმი მიმართავს. რა თავისუფლება შეიძლება